თუ ჩვენ გვინდა რომ ძლიერი საზოგადოება გქონდეს და ერთიანი და ინკლუზიური იყოს ეს საზოგადოება, თანასწორი უფლებებით სარგებლობდეს ყველა ამ საზოგადოებაში, მათ შორის უმნიშვნელოვანესი არის, რომ აუტიზმის სპექტრის მქონე პირებიც იყვნენ ამ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები. 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. 2007 წლის 18 დეკემბერს მიღებული რეზოლუციით გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ გამოაცხადა. ინიციატივას ერთხმად შეუერთდა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო. აღნიშნული გადაწყვეტილება აუტიზმის შემთხვევათა მაღალი მაჩვენებლით იყო განპირობებული, რის გამოც ეს პრობლემა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ კრიზისად და მნიშვნელოვან გამოწვევად შეფასდა. აუტიზმი განვითარების სპექტრულ აშლილობას წარმოადგენს, რომელიც შეიძლება სხვადასხვა სიმპტომების სახით გამოიხადოს. აუტიზმი მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ბავშვის განვითარებაზე და ხელს უშლის მას ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის დამყარებაში, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების პროცესში. ბავშვთა განვითარების და ინტერვენციის ცენტრის ხიდი სოციალური ინკლუზიისათვის დირექტორის ლიკა მხატვარის თქმით, უნიშნულოვანესია ადრეული ასაკიდან ინტერვენცია. დიდი მნიშვნელობა აქვს ადრეულ აღმოჩენას და შესაბამის ჩარევას საჭიროების შემთხვევაში, რატომ? იმიტომ რომ ბავშვის თავის ტვინი პატარა ასაკში არის განსაკუთრებულად ნეიროპლასტიური, რაც იმას ნიშნავს, რომ გარემოს ზეგავლენას შეუძლია დიდი ზეგავლენა მოახდინოს თავის ტვინის ფუნქციონირების ცვლილებაზე. ნეირონული დაკავშირებები, მაგალითად 18 თვეზე, ანუ წინახევრის ასაკში უკვე მილიონობით ხდება ერთ წამში. შესაბამისად, თუ როგორ ზეგავლენას მოახდენის ჩვენ ბავშვის კომუნიკაციურ უნარებზე, სოციურ-ემოციურ განვითარებაზე, სენსორული პროფილის მოდულაციების განვითარებაზე, მთლიანად განსაზღვრავს სამომავლოდ როგორ ადაპტირდება ის საზოგადოებაში და რამდენად ექნება ისეთი მნიშვნელოვანი უნარები, რაც მისი პოტენციალის სრულად გამოვლენას შეუწყობს ხელს და შესაბამისად ეს იქონიებს ზეგავლენას იმაზეც, რომ ჩაერთოს სრულად ინტეგრირდეს საზოგადოებაში. ერთ დღეს გახდეს ისევ გადასახადების გადამხდელი მოქალაქე და ნებისმიერი ინვესტიცია, რაც მის თერაპიებში დაიხარჯა, შეიძლება სახელმწიფოს 2 მაგათ კი არა 10 მაგათ დაუბრუნოს უკან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ქვეყნის პოლიტიკაც ნელ-ნელა წინ მიიწევს, თუმცა ამ მხრივ კიდევ ბევრი გამოწვევა გვაქვს, რომ დროულად აღმოვაჩინოთ და დროულად ჩავერიოთ საჭიროების შემთხვევაში, მივაწოდოთ საჭირო თერაპიები და გავაძლიეროთ ოჯახები ამ მხრივაც. აუტიზმის სიმპტომები ჩვეულებრივ ბავშვის ცხოვრების პირველი 3 წლის განმავლობაში იჩენს თავს. თუმცა შესაძლებელია გარემოს ცვლილების, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ან ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებაში შეყვანისას გახდეს თვალსაჩინო, რას უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება და როგორ უნდა მოიქცნენ. ლიკა მხატვარი განმარტავს. ჩვენ ვეძახით ამას წითელ დროშებს, განსაკუთრებით ვაქცევთ ყურადღებას კომუნიკაციურ უნარებს, მაგალითად თუ ბავშვს დეფიციტი აქვს არა მხოლოდ ვერბალური მეტყველების ჭრილში, არამედ ჟესტებიც არ არის მრავალფეროვანი. თუ კი ბავშვს არ აქვს მრავალფეროვანი ემოციები, სახის გამომეტყველებები და შეიძლება სახეზე იყოს უფრო ექსტრემალური ემოციები, როგორც ძლიერი სიხარული ან ძლიერი მწუხარება, მაგრამ არ იყოს სხვადასხვა გვარი მრავალფეროვანი ემოციების გამოხატვა, მაგალითად ჩაფიქრება ან გაოცება და ასე შემდეგ. სახელზე რეაგირება როგორი არის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვი აქტივობაში ჩართულია, ვეძახით და იხედება თუ არა. რამდენად შეუძლია იმიტაციები ჩვენ, რამდენად შეიძლება რომ დაუშვათ ბავშვს გქონდეს გარკვეული აკვიატებები, რომ შენარჩუნებული გქონდეს მაგალითად ერთი და იგივე ტიპის თამაში, დიდ ხანს ითამაშოს, მაგრამ ითამაშოს ერთი და იგივე მოქმედებებით და ასე შემდეგ. ამისთვის სხვადასხვა არსებობს უამრავი არა, მაგრამ ძალიან ეფექტური უფასო სკრინინგ კითხვარები, რომელიც ჩვენ შეგვიძლია მივაწოდოთ და ასევე დევს ჯანდაცვის გვერდზე და შესაბამის ასაკს აირჩევს მშობელი და იმ ასაკის კითხვარით შეაფასებს ბავშვს. თუ აღმოაჩენს, რომ არის სირთულეები, თვითონ კითხვარი ეუბნება რა კითხვა ითვლება რა ტიპის რისკად, მსუბუქ რისკად, საშუალო რისკად, თუ შედარებით უფრო ძლიერ რისკად, უკვე აუცილებლად უნდა მიმართოს ფსიქოლოგს ან შესაბამის ფსიქიატრს, დაუშვათ ვინც შეაფასებს უფრო სიღრმისეული კვლევით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით 100-დან 1 ბავშვს აუტიზმი აქვს. აუტიზმის მქონე ადამიანების საჭიროებები და შესაძლებლობები განსხვავდება ერთმანეთისგან. ზოგიერთ მათგანს დამოუკიდებლად ცხოვრება შეუძლია, მაშინ როცა სხვები მძიმე შეზღუდული შესაძლებლობებით მთელი ცხოვრების მანძილზე საჭიროებენ მზრუნველობას.
ვთქვათ, რომ აუცილებლად აუტიზმი არ ნიშნავს ინტელექტუალურ შეფერხებას, ან ესე ვთქვათ, გარკვეულ კომორბიდულ მდგომარეობებთან ასოცირებას, რაც ხშირია, კი ბატონო, რომ ხშირად ახლავს კიდევაც ინტელექტუალურ შეფერხება, მაგრამ აუცილებლად არ გულისხმობს. ან ზოგჯერ პირიქით აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს აქვს ნორმაზე მაღალი ინტელექტის კოეფიციენტი, ხო? და ეს მსოფლიოში ცნობილი ფაქტი არის, ან განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევიან ხოლმე. მაგრამ უჭირთ რა? უჭირთ კომუნიკაცია, დიალოგის შენარჩუნება, დაინტერესება ისეთი სოციალურ-კომუნიკაციური სიგნალებით, რაც ჩვენ სახეზე გვახატია და ჩვეულებრივად ადამიანებს, რომელთაც დაუშვათ გვაინტერესებს ჭორაობა, ხმა, მაღალი ლაპარაკი, ერთმანეთში აზრების გაცვლა, აქ შეიძლება პატარა მიმიკით შემოიფარგლებოდეს ეს ბედნიერების გამოხატვა. ანუ ადამიანია და მისი ბუნება. ერთი აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვი არ გავს და არ არის იდენტური მეორესი, ხო? ამიტომ ყველა ბავშვის შემთხვევა არის უნიკალური. უბრალოდ საზოგადოებაში ეხლა რასაც ვაწყდებით არის ის, რომ თუ კი რომელიმე ბავშვს რაიმე შეფერხება, ან ამის რისკი აქვს, ყველას გონია, რომ აუტიზმი აქვს და იარლიყების მიწებება დაიწყო, მაგალითად ბაღებში, სკოლებში, სამეზობლოებში და ასე შემდეგ. ხშირად მსხვდება, რომ კლიენტები მოდიან და მეუბნებიან, რომ აი მეზობელმა გითხრა, ან ბაღში მითხრეს, ან სკოლაში მითხრეს, რომ თქვენ შვილს მგონი აუტიზმი აქვს და სინამდვილეში არ აქვს აუტიზმი, ხო? ზოგჯერ არის სიმართლეც, რომ კი, მართლაც აღმოჩენია, რომ მართლაც აქვს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის საზოგადოებას უთხრათ, რომ უნდა აიმაღლონ ცნობიერება კონკრეტულად რას ნიშნავს აუტიზმის სპექტრი, როგორ შეგვიძლია მათ მხარი დაუჭიროთ. ისინი არიან საოცრად შრომისმოყვარე ადამიანები, საოცრად მეგობრულები, თავაზიანები, ღიმილიანი ადამიანები, ყველაფრის სწავლა შეუულიათ. შეიძლება ცოტა ხსმაურისადმი ან გარკვეული სიახლეებისადმი ქონდეთ ზოგიერთ ბავშვს სირთულეები, მაგრამ ამის ადაპტირების შემთხვევაში ჩვეულებრივად ფუნქციონირებდნენ. რაც მეტად განვითარდება ჩვენი სერვისები, მით მეტად შევძლებთ, რომ მართლაც ვიყოთ ხიდი საზოგადოებასა და ბავშვების ოჯახებს შორის. ამიტომ ამ მხრივ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. მტკიცებულებებზე დაფუძნებული ფსიქოსოციალური სერვისები და ინტერვენციები მნიშვნელოვნად პოზიტიურ როლს ასრულებენ აუტიზმის მქონე პირების კომუნიკაციისა და სოციალური უნარების განვითარებაში, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს აუტიზმის მქონე პირების და მათი ოჯახის წევრების, მომვლელების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. საქართველოში აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის გარკვეული პროგრამები ფინანსდება სოციალური სამსახურის მიერ, გარკვეული კი ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ. ძირითადი ყველაზე ეფექტური, ესე ვთქვათ, მკურნალობის მეთოდად, რაც შეიძლება ესე ჩაითვალოს უფრო ინტერვენციის მეთოდად, ეს არის ქცევის გამოყენებითი ანალიზის ან მასთან ახლოს მდგომი სხვადასხვა თერაპიული მიდგომები, მაგალითად დენვერის ადრეული დასწავლის მოდელით თერაპია, ფლორთაიმ თერაპია თუ სხვა და ამას აფინანსებს მხოლოდ მუნიციპალური პროგრამები. მაგალითად, ჩვენს ქუთაისში გვაქვს აუტიზმის რეაბილიტაციის პროგრამა ქუთაისის მერიაში. ყოველ წელს იცვლება მისია, ანუ ამ პროგრამის შინაარსი. ერთადერთი რეგიონი არის ქუთაისი, სადაც დენვერის თერაპიაც ფინანსდება და ქცევის გამოყენებითი ანალიზის თერაპიაც ფინანსდება. დენვერი იგივე ქცევის გამოყენებითი ანალიზია, ოღონდ უფრო მეტი თამაში სწავლებით პატარა ასაკის სპექტრის მქონე ბავშვებისათვის, ხოლო ABA-ს ვიყენებთ უფრო შედარებით დიდი ასაკის მქონე ბავშვებთან, ხო? მაგრამ არის ბევრი პრობლემაც, ხო? მაგალითად, ცოტა მეტად მოსარგები არის ჩვენი პროგრამა ინდივიდუალურ საჭიროებებზე. ვინაიდან ამ პროგრამას დიდხნიანი გამოცდილება არ აქვს, იხვეწება ნელ-ნელა საჭიროებების უფრო კარგად მინდება და ნელ-ნელა იხვეწება კიდევაც, თუმცა გვჭირდება უფრო მეტი მოქნილობა. მაგალითად, ვის შეუძლია დასაქმდეს ამ სფეროში, 12 წლის ზემოთ ბავშვებთან რა ვშვებით, როცა უკვე ABA აღარ არის იმდენად ეფექტური, როგორ ვამზადებთ ამ ბავშვებს პროფესიული კოლეჯებისა თუ უნივერსიტეტებისათვის, როგორ შეგვიძლია დაუშვათ ხელი შევუწყოთ ამ ბავშვების დასაქმებას შრომით ბაზარზე. და არის საჭირო, რომ ნელ-ნელა ეს თერაპიები გასცდეს ცენტრის შიგნით თერაპიებს, საშუალება გქონდეს, რომ სახლშიც მივაწოდოთ სერვისი, მაგრამ ანაზღაურება ცოტა მეტი იყოს, ან ბუნებრივ გარემოში, ან ასე ვთქვათ, ისეთ გარემოში, სადაც ამ ბავშვებს მოუწევთ შემდგომ დიდი დროის გატარება. ხო, არის გარკვეული შეზღუდვები და სირთულეები, რასაც ყოველ წელს ვაწყდებით მერიასთან, რომ მაგალითად მეტი ბავშვი დავაფინანსოთ პროგრამაში
შემთხვევაში თუ პროგრამა გავხადოთ უფრო მეტად ხარისხიანი და მეტი ფული ჩავდოთ ამ პროგრამის შიგნით, ხო? ამიტომ ცენტრებს აქვთ ბევრი გამოწვევები, მიმდინარეობს მოლაპარაკებებით ყოველწელს. ეს დრო ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია და იმედია შეთანხმებასაც მივაღწევთ. აუტიზმის მქონე პირების სამედიცინო მოვლასთან ერთად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივ და სოციალურ დონეზე ინტერვენციების გაძლიერება, ხელმისაწვდომობის, ინკლუზიის და მხარდაჭერის გაუმჯობესებისათვის. გზავნილი ნამდვილად მინდა იყოს, რომ ვიმეგობროთ ნეირომრავალფეროვანებასთან და ამით აღმოვაჩინოთ ჩვენში ახალი სიკეთეები. რომ ეს ძალიან შეგცვლის და ჩვენ უკეთეს ვერსიად შევთავაზებთ ჩვენს თავს საზოგადოებასაც და ჩვენს ოჯახებსაც, იმიტომ რომ მე პირადად ძალიან შემცვალა ამ ბავშვებთან კომუნიკაციამ და ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ მომეცა საშუალება აქ ვიყო, სადაც ახლა ვარ. ამიტომ ყველას მინდა მადლობა ვუთხრა, ვინც ერთ ნაბიჯით მეტს გადადგამს აუტიზმის სპექტრის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად.